მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს გავაკეთოთ ჩვენ ასეთი გაშლა. რეალურად არის თუ არა მომავალი ამ ადამიანთან, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ. კითხვები კი მაქვს უკვე გამზადებული, თქვენს მოემზადეთ და მოდით იცით როგორ ნახოთ ახლა ამ წუთში ახლა რა ხდება თქვენთან, ხო, ურთიერთობაში. ვნახოთ ეხლა რა ხდება, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ თქვენი გაშლა. ეხლა არის სიტუაცია, თქვენ შეიძლება, აქ ვისთვის იქნება, იცით, როცა შეიძლება ფიქრობ თქვენ, რომ არ ვიცი რა, საერთოდ რა მელოდება, ვაფშე იქნებით თუ არ ვიქნებით ჩვენ ერთად, იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია გაურკვეველი, როცა შეიძლება ადამიანები ან დაბლოკილი გაქვთ ურთიერთობა, ან საერთოდ, უფრო არ იცით რა, აქ არ იცით, თქვენ ვაფშე საერთოდ რა იქნება, იმიტომ რომ აქ გაუგებრობა სრული რა. ხო გითხარით, რომ ან თქვენ არ ურთიერთობთ, ან თუ ურთიერთობთ ძალიან ისე რა, რომ ვერ გაიგებ საერთოდ ახლა რა გველოდება ვაფშე, სად მივდივარ ჩვენ რა. კი, აქ ძალიან მტკივნეული სიტუაცია, მხოლოდ არის აწყობილი იმაზე, იქნება, არ იქნება, დაკარგული, რთული სიტუაცია, რომელიც დგას, ძრა არ აქვს არანაირი ამ ურთიერთობას. აქ ეგეთი თემა არის რა, სრული გაუგებრობა აქ შემიძლია გითხრათ რა. სრული გაუგებრობა, მარტო შეგიძლიათ რაღაც ფანტაზიები გქონდეთ, რაღაცა რო თქვა, შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ისე იყოს, ეგეთი რაღაც მომენტები კი გაქვთ. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ, რაღაც ძალიან ბევრი კითხვები კი მაქვს მომზადებული დღეს. შევხედოთ ახლა ჩვენ ამას ამ სიტუაციას. ვნახოთ ახლა რეალურად რა პოტენციალი აქვს თქვენს ურთიერთობას. ახლა რა კავშირი გაქვთ თქვენ, აი ღრმა თქვათ, ეს, ღრმა დონეზე. აი ესე ვკითხოთ რა. რა უშლის ხელს თქვენი ურთიერთობის განვითარების, რა გრძნობები და რა ძრახვები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. არის თუ არა მზად საერთოდ, ან პასუხისმგებლობა აიღოს, ან რაღაცა გააკეთოს, ვნახოთ ახლა ჩვენ. რა უნდა გაიგოთ თქვენ, აი თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ გაიგოთ ამ კავშირზე, საერთოდ რა კავშირი გვაქვს, ხო? აი ეგეთი რაღაცა რომ გაიგოთ თქვენ, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, აი თუ როგორი მომავალი არის შესაძლებელი თქვენი ურთიერთობისთვის, თუ დაუშვათ, არსებულ დინამიკას რა. თუ არ შეიცვლება არსებული დინამიკა, თუ ასე ყველაფერი იქნება, თუ რა არის, თუ არ იმოქმედებს ადამიანი, თქვათ, ან არ გამოვა კავშირზე, აი ეგეთი რაღაცა ვნახოთ რა. და რა შეიცვლება, თუ თქვენ დაუშვათ თქვენს თავს, აირჩევთ. თავარი გაკვეთილი, ვნახოთ ახლა ჩვენ ამ თქვენს ურთიერთობაში და თქვენთვის. და საერთოდ, სად მიდის ეს ურთიერთობა. всё, ნახოთ ახლა ჩვენ. აქ კი არის ძალიან ღრმა კარმული თემა არის, იმიტომ რომ როცა ეშმაკი გამოდის, ხო? აქ ვერ გამოდიხარ თქვენ საერთოდ მიჯაჭვულები. აქ სულ ფიქრი. კი გინდათ განთავისუფლება, მაგრამ აი ვერა. აქ უზომოდ აი რაღაცა ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ ადამიანზე ფიქრობთ 24 საათი, ისიც იგივე სიტუაციაში არის. ნახოთ რეალური პოტენციალი თქვენი ურთიერთობის, ვნახოთ. რეალური პოტენციალი კი არ უყურებ მე წაღმოუყურებ, მაგრამ აქ პრინციპში გადატრიალებული კი იყო არკანი, მე საერთოდ არ ვიღებ ხოლმე და მე უყურებ მხოლოდ ახლა წაღმა და რა უკუღმა. მაგრამ აქ შეიძლება რამე შეიცვალოს, მაგრამ ვნახოთ აბა ჩვენ, მოდით ერთი ეს დასდაც კიდე ავიღო. ეს ავიღო. აქ მაქვს რაღაც დასტები, რომ მინდა რომ დამეხმაროს რატომღაც. კაი, აბა ვნახოთ ახლა რეალური პოტენციალი თქვენი ურთიერთობის. პოტენციალი მაინტერესებს, იმიტომ რომ აქ არის, აქ რაღაცა უნდა შეიცვალოს, თორე ჯერჯერობით რაღაც სტაგნაცია. რეალური პოტენციალი. მოგება, აქ არის ესა თქვენი პარტნიორი ზის მაგარ გაკვეთილში. აი მაგარში რა.
იმდენი რაღაცებს ეხლა მანდ არის სადღაც ეს ადამიანი ეხლა მაგის გამო ეთყობა ეს სიტუაცია ასეთ მდგომარეობაში და აქ რას მეუბნებიან რომ აქ იქნება დამოკიდებული იმაზე როდის გამოვა ეს ადამიანი ამ ტრანსფორმაციიდან თან აი იცით როგორი ტრანსფორმაცია როცა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საერთოდ აი ყველაფერი მასშტაბურად ძალიან რა მჭირდება არ მჭირდება რა ხდება და გაიგოს ის რომ თქვენ ხართ ზუსტად ის ხალი ვინც არის თქვათ მისთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს ადამიანი ეხლა აი არის რაღაც ღრმა დეპრესიაში გეფიცებით რა კი აი ძალიან ღრმა დეპრესიაში ზის ეს ადამიანი და ნამდვილად ეხლა აი აქ სანამ არ გამოვა ამ მდგომარეობიდან ჯერჯერობით აი აქ აჩვენებენ რომ არის ნუ უძრავი სიტუაცია არის იმიტომ არის თუ დაუშვათ თქვენ ახლა ფიქრობთ რატო აი ეს არის მაგრამ აქ ჩვენ ვიკითხებით პოტენციალზე მაგრამ ისიც გვითხრეს რომ დაუშვათ სანამ ეს ადამიანი არ გამოვა ამ რთული პერიოდიდან აქ არაფერი არ იქნება მაგრამ გამოსვლა მაჩვენეს უკვე იქნება просто მოგვიანებით აი ძალიან თქვათ ნუ ცოტა გაგრძელდება რა რაღაცა მაგისი აი გამოსვლა ამ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაშიც ახლა ეს ადამიანი იმყოფება რა ნუ ნახოთ ახლა მაშინ რა გაკავშირებთ თქვენ ახლა ამ ღრმა დონეზე ნახოთ და ახლა ეს თუ თქვენ ასე ახლა გამიჭედეთ ეს მე არ მომწონს так რა ой ღმერთო ჩემო აი აქ არის რა უზომოდ დიდი განცდა ანუ ნახეთ ახლა რა თქმა უნდა როცა დაუშვათ ერთი პარტნიორი თქვათ არა აქვს მნიშვნელობა ეს გოგო ბიჭი ხო თუ ერთი პარტნიორი არის აი ხო ნუ ურთიერთობაში ჩვენ ხო ვართ თქვათ ახლა გაკვეთილში ყველა ვარიანტში ხო მაგრამ შეიძლება ორივე ერთად გადიან შეიძლება თქვათ რომელიმე უფრო ღრმა თქვათ ტრანსფორმაციებში შედეს ანუ ესე იგი დაუშვათ ერთმა პარტნიორმა მეორე პარტნიორზე იმ დონეზე იმოქმედა რომ უკვე მასში დაიწყო რაღაცა ცვლილებები გამიგეთ რა ხდება მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია იცით როცა თქვენ პრინციპში კი ხვდებით რომ მე даже ვეტყოდი რომ აქ ორივეზე შეიძლება არის ნუ მოქმედებს ეს სიტუაცია რა თქვენს ხართ განცდებში შპოთვაში და არიცით რა ხდება ისეც ეგრე რა იმიტომ რომ აქ საერთოდ ძალიან ნუ შემიძლია ვთქვა რომ გაგრძელდა რა ეს პაუზა ეთყობა და უკვე ნამდვილად აქაც მაჩვენეს 10-იანი არის ხმალების აქაც მაგრამ პლუსი იმისი არის აქ რომ როცა უკვე ხარ მეათე ენერგიაში ეს უკვე აი ტვინი გიდუხს რა ამიტომაც ეს ახლა ხმალები ეს ხო ჩვენი ტვინი სულ მუშაობს და ამიტომ 10-იანს აქ პლუსი მხოლოდ იმაში რომ უკვე ეს უკვე უნდა დამთავრდეს იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არის სრულიად შეუძლებელი და ამიტომ ახლა მაგრამ ჩვენ ვეკითხებით რა გაკავშირებთ აი ზუსტად ეს აი ფიქრი რა გავაკეთო კი ბრძოლა აი სულ ბრძოლა გაქვთ შინაგანი და რატო ხდება ეს რატო ხდება ну აქ როგორი მომენტი არის იცით ორივე ხართ ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანი ორივენი ერთმანეთს უთვალ თვალებთ ორივენი ერთმანეთს ელოდებით მაგრამ არც ერთი ეთყობა არ აკეთებთ არც ერთი არ აკეთებთ ნაბიჯს კი მარტო აი როგორა ფიქრები და მოლოდინი რა აი ოცნება ფიქრი მოლოდინი იქნება რაღაცა მოხდება რა აი ეგეთი თემა მაგრამ უკვე შეიძლება დაიღალეთ ხო მაგრამ ну ელოდებით აი ეს არის რომ ნახეთ აქ როგორი თემა არის რომ ორივე ელოდებით რომ როდესღაც ხო დასრულდება ეს სიჩუმე, როდესღაც ხო დასრულდება ეს სიგიჟე რა, რომელიც ახლა ნამდვილად თქვენ არ გასვენებთ რა. აი ეგეთი ისა გაქვთ თქვენ, აი ეს ახლა გაკავშირებთ თქვენ ზუსტად, რომ თქვენ თითქოს აი ორივენი ხართ განცდებში, არ გეგონოთ რომ თქვენ დაუშვათ ახლა ზიხართ ნერვიულობ და განიცდით და თქვენი პარტნიორი საერთოდ ახლა არც ფიქრობს ამ სიტუაციაზე. არა. მაგრამ აი მე ეს მახარებს რომ მე 10-იანი არის ხმალების რა. როცა უკვე აი ბოლოში გამოვიდა ტუზი უკვე აქ და კი გამოვიდა კვერთხების, მაგრამ ეგეც ქმედება რა, ანუ ქმედებაში უნდა იმიტომ რომ ნუ ეს შეუძლებელია. ეს როგორ არის, იცით, აი უწყლოდ რამდენი ხანი გაჩერდები, ხო? ხო აქ მაგასაც რაღაც ვადა, ხო, რაღაცა შემიძლია რაღაც პერიოდი, მაგრამ მე უკვე всё ადამიანი ხრება. აი აქაც ეგეთი რაღაცა, რომ უკვე როდემდე იმდენად არის უკვე ეს სიტუაცია დაძაბული, ხო?
ხო? ნუ რა უშლის ხელს ნახოთ ახლა თქვენი ურთიერთობის განვითარებას. აი აქ ხა გამოდის ახლა ისიც ეს არკანი, რომ აქ არის ზუსტად ახლა არის პერიოდი, ნუ საერთოდ ეს არის კარმული ძალიან თემა რა და ამიტომ ეს ახლა უშლის, რომ აი გაუგებრობა კიდე ამას ვეტყოდი, გაიგეთ? შეიძლება ორივეს თქვენ აი ვერ ნახეთ ბალანსი რა, ვერ დააბალანსეთ, თქვენ ახლა შეიძლება თქვენი აზრი გაქვთ, ამას თავისი აზრი, აი დაბალანსება ვერ არ ხდება. გამიგეთ კიდე? კი. რა უშლის ხელს? აი ეს არის ზუსტად ახლა რა უშლის ხელს. ახლა ნახეთ, ძალიან შემიძლია გითხრათ, რომ ვინმესთვის შეიძლება იყოს როგორი თემა, იცით? საინტერესო. დაუშვათ შეიძლება თქვა თუ ადამიანი არ არის თავისუფალი, შეიძლება იყოს აქ ორი ქალი. მაგრამ პენტაკლების არ არის აქ. რა უშლის ხელს? შეიძლება რა უშლის ხელს? აქ არ მომდის ის, რომ თქვა ორი ქალი, ერთი და იგივე ქალი არის. იცით რა არის? აი გეტყვით ეხლავე всё. კი, გასაგებია. ნახეთ. აი ეს მაგიდა მინდოდა რომ დაგენახათ კარგად, კაი მოვაწყობ მე ის რომ კარგად დაინახოთ თქვენ. ეხლა უბრალოდ დამიჯერეთ. ნახეთ რა ხდება. აქ არის გვერდხების დედოფალი და დედოფალი არის იმისი, რა ქვია, თასების და ყურუმი არის. ნახეთ რა ხდება ეს. საერთოდ ტაროში ძალიან ესეთი ანუ ეს თითქოს ახლა კი სხვადასხვა სტიქია, მაგრამ ნახეთ, რადგან ყურუმი წამოვიდა, ესე იგი ერთ ქალზეა ლაპარაკი აქ. ნუ ნახეთ ახლა ჩემ წაკითხვაში მასე ახასრება სხვა ვინმე კითხულობს სხვანაირად. აი პატარა პროცენტ შეიძლება გქონდეს ვიღაცას, რომ გქონდეთ აქ ნუ თქვათ სამკუთხედი გოგოებო, აი ძალიან პატარა პროცენტს რა. თუ დაუშვოთ თქვენ იცით ეგაც. მაგრამ დანარჩენებისთვის ნახეთ რა იქნება. ნუ თქვათ და ადამიანი ვერ ყალიბდება და მაგიტომ ეს უშლის ხელს. ნუ ეს ძალიან პატარა პროცენტს, მაგრამ ნუ თქვათ ვიღაცა კიდე არის ქალი, თქვათ არის სხვათა შორის ეგეთი მომენტი, ზოგჯერ თქვათ ეხლა ნუ დედა თავისთავად შეიძლება იყოს, მაგრამ აქ დედა არა, აქ პენტაკლების დედოფალი რო იყოს, კიდევ ვარაუდებდეს. შეიძლება არც არის ცოლი დაუშვოთ, ხო? მაგრამ დაუშვოთ ქონდა ურთიერთობა თბილი იმ ადამიანთან, ხო? ნუ პატარა პროცენტს იქნება და შეიძლება უშლის ხელს. აი ან შვილი შეიძლება თქვა გოგონა თუ ყავთ, თქვა ახლა ნუ საჯარო გაშლა, გეუბნებით ყველა ვარიანტს, ხო? მაგ შემთხვევაში კი შეიძლება თქვა არის, ნუ დაუშვოთ ახლა უკვე არა აქვს ურთიერთობა, მაგრამ რაღაც თბილი დამოკიდებულება დარჩა რატომღაც სიტყვაზე, ხო და ეს უშლის ხელს თქვენ ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენთვის ეს არის მიუღებელი, რას ქვია, ვერ გავიგე, გვერდხების დედოფალი მაგას ვერ აიტანს. მაგრამ სხვა მომენტში კიდე რა შეიძლება იყოს კიდე? ანუ შეიძლება იყოს აქ სიტუაცია, როცა ეს ურთიერთობა არ არის სერიოზულ სტატუსი არ აქვს სერიოზულობის ამას, თქვა დაკანონიერებული არ არის, ხო? და ხართ თქვენ, კი უყვარ ხართ ადამიანს, კი სასურველო ქალიც ხართ, მაგრამ ეს თქვენი ურთიერთობა არის დამალული. ეგ შეიძლება იყოს აქ. და კიდე ერთი ვარიანტი, ნახეთ. საერთოდ ეგ რო იცოდეთ თქვენ, ეზოტერიკაში მოდიან 99% გინდა ბიჭები, გინდა გოგოები, როცა აქვს პრობლემები ურთიერთობაში. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ისეთი ტრიგერი ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც აი უფრო მეტ კითხვებს გვაძებნებს. კი, აი აუშვათ ახლა დედასთან, მამასთან რაღაცა პრობლემა შვილთან, კი, ეგაც გვაინტერესებს სიტყვაზე, ხო, მაგრამ რამდენიც აქ ინტერესზე ადამიანს აი თქვა ურთიერთობის თაობაზე, მაგდენი ინტერესზე მაინც არ იწვევს არც ერთი სხვა სფერო. გამიგეთ და აი ზუსტად როცა ადამიანი ხდება, უნდა თქვა დამხმარე, მე რით დაგეხმარო თუ მე არა მაქვს გამოცდილება, ხო? მე გავდება რაღაცა გამოცდილებას, ვიღებ ამ გამოცდილებას და მე უკვე შემიძლია შენს დაგეხმარო. ამიტომ არის ის, რომ ადამიანი ხდება სხვადასხვა სიტუაციებში, მე უკვე თქვა ჯერ ფსიქოლოგთან დადეს, მე ფსიქოთერაპევტთან, მე ფსიქიატრთან, მე არაფერი არ შველის და მოდით ახლა ეზოტერიკა იქნებ დამეხმაროს და ხდება რომ მხოლოდ აქ ვიპოვე მე ეს
ეს პასუხები, რაც მინდოდა და უკვე მერე ეს ადამიანი თვითონ ინტერესდება, ან შეიძლება აქ ადამიანს ისედაც უყვარს თავშოთ სიარული, ну, თქვათ, გოგოს აქ, ну, ტაროლოგებთან, მკითხავებთან, რა ვიცი, კიდე ვინცისთან და ეხლა შეიძლება ფიქრობს, რომ აი ეს, ну, ამ დროს ეს არის მისი დანიშნულება, რომ უნდა თვითონ გახდეს ეს, თქვათ, სპეციალისტი. ეს ვიღაცის ეგეთი ისტორია შეიძლება იყოს და ამიტომ არის, რომ რა უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას, რომ შეიძლება თქვენ ვერ შედიხარ, ან არ შედიხარ დაუშვოთ ამ ენერგიებში და უბრალოდ ეხლა მარტო, ну, კი გრძნობთ, კი გაინტერესებთ, მაგრამ ну არ შედიხართ, არ სწავლობთ, თქვათ, არ ირჩევთ დაუშვათ ეხლა იმას, რომ აი მოდიმეც ვისწავლო დაუშვათ, იმიტომ რომ ყველა პრინციპში ეგაც 99% ვინც მოდის და სწავლობს ტაროს, არიან აი მე ჩემთვის მაინტერესებს. ну რა თქმა უნდა, ყველაფერი ასაც ჩვენ ვსწავლობთ, ჯერ პირველ რიგში ჩემთვის და მე უკვე სხვას მინდა დავეხმარო, იმიტომ რომ მე რაღაც ვიპოვე, დამეხმარა ამ სიტუაციამ, მე გამოვედი ამ რთული პერიოდიდან, ეხლა უკვე მე ადამიანს უჩდება ეს სურვილი, რომ სხვას დავეხმარო. აი აქ არის ეს და კიდე მაინტერესებს ეხლა რა უშლის ხელს. ну აი ეს არის. გეუბნებით, რომ თქვენი, ანუ ეს რა არის? ხო გეუბნებით პარტნიორზე, ბევრჯერ მithქვია თქვენთვის რა, სულ გეუბნებით, რომ პარტნიორი მოდის ჩვენთან რაღაცა ამოცანისთვის. ანუ გააქვს შენ რაღაცა ნიჭი, ადამიანი თავისი საქციელით, აი ძალიან მოკლე რო გითხრათ, ცდილობს მაქსიმალურად, რომ გაგიყვანოს შენ იმ შენს ნიჭზე. შენ არ შვები თქვათ, ხო? აი დაუშვოთ ეხლა არ გამოდიხარ საჯაროდ სიტყვაზე, რაღაცები გააქვს ცოდნა, არ გამოდიხარ, არ ჩანხარ, ხო? ესეც უშლის. იმიტომ რომ ნუ უყურებთ ურთიერთობას, მხოლოდ თქვათ, იმიტომ რომ ხასიათები აქვს აზიზღარი და მაგიტომ დედამისი აქ ჩაერია და დავისი დაეხლა გვიშლის ხელს. ცოტა ღრმად ჩაიხედეთ სიტუაციაში, იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ დედა არის შუაში და არც მამა და არც პაპა და აქ არის თქვენში პრობლემა, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და ჩვენ არ გვიყვარს, რომ აი მოდი მე ახლა იქნება რა მართა რაღაცა მჭირს, ხო, რა მჭირს. აი ეს არ გვინდა რა, მე მაგალითად აი ძალიან ვაფასებ ადამიანებს, შენთან ახლა ძალიან ახალგაზრდა გოგოებიც მოდიან, ეს ძალიან მომწონს კიდე, რომ ანუ ძალიან ჭკვიანები არიან უკვე და აინტერესებთ თავისი ცხოვრება, ანუ რისთვის მოვედი, რას ვაკეთებ, აი ძალიან გაოცებული ვარ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე და არა იშვერს თითს ახლა თავის პარტნიორზე. გამიგეთ? იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა იძახო, რომ ის არის ნაგავი, ის არის ცუდი, ის არის ესეთი, ესე იგი შენში დევს ეს ყველაფერი. პარტნიორი არის ჩვენი სარკე, всё. დავით, გავაგრძელოთ ახლა. თუ არ გიჯერავთ და არ გინებთ, მაშინ იქნება აი ეს პრობლემა. ვნახოთ ახლა ჩვენ რა გრძნობა, ხო? რა გრძნობები და რა განზრახვები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. აი აქ ადამიანს რა გრძნობა აქვს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი ზის და სულ თქვენზე ფიქრობს. იმიტომ რომ ნახეთ, იმის მიუხედავად, რომ აქ არის განდეგელი, აქ ძალიან საინტერესოდ არის ნახეთ, ადამიანი ზის და ზუსტად ახლა რო გითხრათ ახლა რამე თქვათ ახლა განზრახვები აქვს რა, იყოს თქვენი ერთგული. აი ეს აქვს. უბრალოდ გეუბნები, აქ ადამიანის მისია აქვს თავისი, გაიგეთ, რომ თქვენ გაგახვიძოთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა გახდეს აი ეს ვარსკვლავი. გამიგეთ და თქვენ ზიხართ მოლოდინში და ეს ადამიანი არის იმისათვის, რომ თქვენში რაღაცა გახსნათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი სინათლე. ეხლა ნახეთ რა ხდება, კიდე ცოტა გიხსნით, რომ აი დაუშვათ ადამიანი ზის და უნდა რომ იმოქმედოსო. აი მინდა რა, მინდა მიულოცო, მინდა თქვათ მივწერო, მინდა რაღაცა და ზის ეხლა და ფიქრობს, რომ ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს, რატო ვერ რა მჭირს, რატო გამიხმა ეს ხელები, რა უნდა აიღე ტელეფონი და მიწერე, რა პრობლემა კაცი ხარ, ვერ ვაკეთებ. და რატო? იმიტომ რომ არ არის ეს ურთიერთობა მხოლოდ, როგორც გითხარით, მატერიალური მხარეა მხოლოდ არ აქვს. კიდე არის იქ რაღაცა სულების დონეზე სიტუაციები, გინდა დაიჯეროთ, გინდა გამორთეთ ეს ვიდეო, საერთოდესაც არ გჯერათ, მაგრამ მე გეუბნე, ეს ასე მუშაობს. აი ეს მე როგორ ვამბობ ხოლმე, არსებობს იურიდიული კანონები. და შენ შეგიძლია არ იცოდე ეს კანონები, ვაფშე ბაიბურში არ იყო, მაგრამ რაღაცას რო გააკეთებ ისეც, რაც ის კანონი გრძალავს,
არავის არ აინტერესებს შენ იცი ეს იურიდიული კანონები, საერთოდ აზრზე ხარ, შეიძლება საერთოდ არ გიფიქრია რომ თქვათ ამის გამო შეიძლება იყოს დასჯილი, მაგრამ დაისჯები, ხო? იგივე არის კარმული და სამყაროს კანონები. შენ შეგიძლია თქვა არ არსებობს, არ არის სისულელია, რაღაცებს ბოდავს ეს ქალი რაღაც. აი როცა მოხდება, მე უკვე მორბიან და მე ვაიმე თქვენ რომ აი ასე რაღაცა, იმიტომ რომ მე ჩემი აქ საქმე არის გაგაფრთხილო. შენი დაიჯერო ან არა. всё, მორჩა. იმიტომ რომ ეს უკვე შენი არჩევანი, ყოველთვის შენი არჩევანი. მე გეუბნებით, რომ ამ ადამიანს აქ მისია, საქმე, რომ იმჯდება ჩუმად, შენზე ლოცულობს, რომ ოღონდაც იქნება და გაიგოს ამ ქალმა რამე, რომ მეც გამოვედე ამ გამოყვაბულიდან. მიხვდეთ რა ხდება? მაგრამ თქვენ არ შვებით, თქვენ ზიხართ და არ მიდიხართ და ისე ზის. ესე ზის და ასე შვება. ამიტომ რა უნდა იყოს ახლა ამ ადამიანს რა? რა ძრახვები აქ ვაჩვენებენ ძალიან ღრმად, ხო? აი თვითონ ვერ ხვდება ვაფშე რა ხდება. ვერ ხვდება, იმიტომ რომ ნუ რაც გითხარით რა, უნდა გამოჩნდეს და უნდა განახოს, უნდა მოვიდეს შენთან, მაგრამ არ იცის როდის, იმიტომ რომ შენ ზიხარ და არ ვითარდები და არაფერს არ აკეთებ, მარტო იშლი ნერვებს. ხო? ხო. ნახოთ ახლა არის თუ არა მზად აიღოს პასუხისმგებლობა ამ თქვენ ურთიერთობაზე, ხო? აი აქ იგივე თემა არის. იცით რა, პირველ რიგში ნახეთ რა ხდება. თუ დაუშვათ ახლა ამ ადამიანს, ახლა კიდე ერთი ვარიანტს გეტყვით, რომ აქ დაუშვოთ სიტუაცია არის ისეთი, თუ თქვენ იცით, რომ ამას თქვათ, რამე პრობლემები აქვს თვითონ. და შეიძლება ადამიანი ახლა ზის, ნუ განდაგელი შეიძლება გვაჩვენებდეს ჩვენ კიდევაც იმასაც, რომ მე მაქვს ჩემი პრობლემები, მე ვზივარ ახლა ჩემთვის, მე ვარ შეიძლება დეპრესიაც იყოს ერთგვარი, იმიტომ რომ რანაირად ავიღო შენზე პასუხისმგებლობა, როცა მე ჯერ ჩემს თავშიც ვერ გავერკვია, ხო? ან მე თუ დაუშვათ ახლა ნახეთ, პასუხისმგებლობა როგორ შემიძლია ავიღო, როცა მე თვითონ მაქვს თქვათ მხოლოდ იმდენი, რაც აი ძლივს ვარჩენ ჩემს თავს, ხო? ანუ პასუხისმგებლობა იმასაც ხო გულისხმობს, რომ ახლა უნდა გაჭამო, ჩაგაცვა და გაგახარო რაღაცით, ხო? აქ ახლა ადამიანს არ აქვს იმდენი რესურსი ახლა, რომ შენზე მოვიდეს და გითხრას, რომ მოდი პასუხისმგებლობა ავიღო. პრინციპში, ამიტომაც ხო, აი სიყვარული აქვს ამ ადამიანს. ეხლა ამ წუთში თქვა, ეს ადამიანი, ვიზე ჩვენ საუბრობთ, ამ ადამიანს აქვს თუ აქვს რამე შემოსავალი, მხოლოდ იმდენი, რამდენიც შეიძლება მას ეყოფა. და არა ოჯახისთვის, რომ არა აქვს იმდენი, რომ ოჯახი გააბედნიეროს და შენთან შექმნას ურთიერთობა ისეთი, რომ თქვათ ახლა, ნუ შენს გაგახაროს რაღაც. არა აქვს. აქვს რაღაცა ალბათ პრობლემები, განცდები, იმიტომ რომ თვითონ ზის იმ გაკვეთილში გამიგე და უნდა განულდეს ეს სიტუაცია, რაღაცა პროცესი მიდეს ახლა რა. ამიტომ აქ ახლა ნუ ნამდვილად რა შეგიძლია მაშინ? ნუ აი ამას შეუძლია ახლა მოგცეს სიყვარული და ვნება. აი всё, მეტი არაფერი არ შეუძლია ამას ახლა ამ წუთში რომ თქვენ მოგცეს. აი ეგ არის რა. ნახოთ ახლა ისე რა ქვია, რა უნდა გაიგოთ თქვენზე რა ამ ურთიერთობაში, თქვენზე, რომ თქვენ ხართ იმპერატრიცა. თქვენ ხართ, აი აქ თქვენ ნამდვილად ხართ ძალიან როგორ იცით, ნუ მისთვის, აი აქ ხო კითხვა მაქვს ესეთი, რომ თქვენს თავზე რა უნდა გაიგოთ თქვენ, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში მართლა ხართ მიმღები მხარე. თქვენ ხართ აი აქ ნუ ძალიან ჭკვიანი ტვინი უნდა ჩართოთ რა. თქვენზე არის დამოკიდებული ბევრი რაღაცა სხვათა შორის ამ ურთიერთობაში რა. თქვენზე და თქვენ ხართ ამ ურთიერთობაში რა უნდა გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი. თქვენ მართავთ, იმიტომ რომ იმპერატრიცა თავის იმპერიის მართვა იცის ქალურად. გამიგეთ რა ხდება და ამ დროს ახლა თქვენ ეს თქვენი ქალურობა, ეს თქვენი ქალობა თუ როგორ თქვა, თქვენი აი რაღაც მალავთ, რაღაცას მალავთ თქვენ. მიხვდეთ, რაღაც არ გამოდიხართ, არ ჩანხართ, მაგრამ მნიშვნელოვანი ხართ ძალიან პერსონაჟი ამ ურთიერთობაში რა. შეიძლება თქვენ ამას თქვა თითქოს მე რანაირად თუ მნიშვნელოვანი ვარ გამოჩნდეს, მაშინ აგიხსენით რატო არ ჩდება. გამიგეთ? აი ეგ არის რა, ეგ იცოდეთ რა. შემდეგი ახლა, ანუ არის თუ არა შესაძლებელი თქვენ შორის ეს ურთიერთობა შეინარჩუნოთ. აქ მარჩენ, ანუ აი იცით როგორი ურთიერთობა გეტყვით ახლა.
ანუ რაც აი ეხლა ხო არის, ეხლა რაღაცა დინამიკა ხო მიმდინარეობს, აი ამ შემთხვევაში თუ არის, მაგრამ მე რას მაჩვენებენ, იცით, აქედან გამოსვლა იქნება ამ სიტუაციიდან, უნდა გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ეგრევე მაჩვენეს, რომ არა, აქ უნდა გამოხვიდეთ თქვენ ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ანუ ამ მდგომარეობაში რანაირად უნდა შეინარჩუნო რა ურთიერთობა, ეგ არაფერი არ არის აქ. არანაირი ურთიერთობა აქ არ არის, ხო? ნახოთ მაშინ რა შეიცვლება თუ თქვენ დაუშვოთ თქვენს თავს აირჩიეთ, იმიტომ რომ აქ თქვენ ვიხართ იმპერატრიცა. შეიცვლება ყველაფერი, ну რასაც გეუბნებით, რასაც გეჩეჩინეთ რა, აქ თქვენ უშლით ხელს ამ ურთიერთობის განვითარებას. თქვენ რაღაცა უნდა გაიგოთ თქვენ. ეხლა ის რაღაცა ყველას ეხლა აქ ვერ ვეთქვი, ეხლა რამდენიც არ უნდა მიყურებდეს, 10 ადამიანიც რო იყოს, მაინც ვერ ვეთქვი. ეხლა ყველას უშუალოდ ეხლა შენ რა უნდა გააკეთო. მე ვიცი რომ მარტო ეს შემიძლია გითხრათ თქვენ აქ რომ ანუ რა შეიცვლება და შეიცვლება კარდინალურად ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ ურთიერთობაზე. იმიტომ რომ აგიხსენით რატომაც რა უკვე ამდენი ხანი ამაზე ვილაპარაკე. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ძალიან ეს თქვენთვის რა. იმიტომ რომ თქვენთვის არის ეს რაღაცა თქვენ აქ იზრდებით, იცვლებით, რაღაც უნდა ანუ ნიჭიც უნდა გაიხსნას. რაღაც ძალიან სასწაული თემა არის ეს ადამიანი, საცუდავი მუშაობს თქვენზე რა, აქ მოვიდე რომ თქვენი ვარსკვლავი გახსნას რა, მაგრამ თქვენ ეწინააღმდეგებთ, თქვენ რო ეწინააღმდეგებით, სიტუაცია ჩერდება. ამიტომ გაიგეთ, სად არის შენი ნიჭი, რა უნდა გაანვითარო, რა უნდა გააკეთო შენ, სად უნდა გამოჩნდეს შენ, სად მალავს შენს თავს, ხო? სად არაჩვენებს შენ, თქვათ, ეხლა შენ ცოდნას სიტყვაზე, ან სად არ იღებ იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება გინდა, მაგრამ ჩერდები რა. და ეს აი ხო გეუბნებით, მეც რო გავდიოდი ამ ასეთ პერიოდებს, თუ ვფიქრობ რა სისულელე, რანაირად ეხლა მე უნდა რაღაცა ვისწავლო, რომ აქ სიტუაცია დაალაგდეს. ასეა. და რამდენჯერ ყოფილა რომ აი დავიწყე ახალი პროექტი, დავიწყე ახალი რაღაცა და ეგრევე სიტუაცია ლაგდება. იმიტომ რომ ნუ ასე მუშაობს რა ეს სიტუაცია, სულ მინდა რომ აი ეს გაიგოთ რომ არ ნუ ერთი თქვათ გვერდიდან ნუ უყურებთ ურთიერთობას, გეხვეწებით რა, ეს აქ მუშაობა ჩვენ დედამიწაზე მოვიდეთ სამუშაოდ, იცოდეთ რა. ასეთი მისია აქვს სულ. გინდა ეჯეროთ, გინდა რა. მე გეუბნები. ანუ ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ მთავარი გაკვეთილი რა არის ეს კავშირი თქვენთვის. ანუ მთავარი გაკვეთილი ის არის თქვენთვის, რა საინტერესოზე გამოვიდა პენტაკლების მეფე, ხო? მთავარი გაკვეთილი. ნუ რა გინდა რომ გითხრათ, მთავარი კაცი, ნუ მნიშვნელოვანი კაცი რო არის, ეგ კი ბატონო თქვენთვის. აბა რას მეტყვი? რო არ უნდა აიღოს პასუხის მგონი რა. იცით როგორი მთავარი გაკვეთილი თქვენთვის? აი, ნუ მართალია, რაც მომდიოდა. აქ უნდა იცოდეს სხვათა შორის, იცით რა არის? პატივისცემა უნდა ისწავლოთ სხვათა შორის თქვენ მამაკაცის, იმიტომ რომ აქ იმპერატრიცა თუ მინუსში არის, ესე იგი მაპატიეთ. მე ვარ ყველაფერი. თუ კაცმა არ გააკეთა, დაუშვოთ რამე, თუ აი კაცი ვალდებულია, მე არაფერი. აი და აქ შეიძლება უპატივისცემლობა იყოს, ნახეთ თუ დაუშვოთ თქვენ გაქვთ მამასთან რამე პრეტენზიები, რომ თქვა და მამა შეიძლება თქვა არ ნუ არ მოქმედებდა თქვა, ნუ არ იყო, ნუ შემომთანი შეიძლება იყო, მაგრამ ნუ რაღაც ეს მომენტები რა. აი აქ არის შეიძლება მამის თემაც, იმიტომ რომ ეს გაკვეთილი ხო, მაგრამ მე ეგრევე პირველად რომ დავინახე, ახლა ეგრევე რაც პირველი მოდის, ეს არის სწორი აზრი, რომ აქ ხა თქვენ უნდა ისწავლოთ ამ მამაკაცის საერთო პატივისცემა და არ უნდა ებრძოლოთ თქვენი ამოცანა არის სიყვარული, გაიგეთ და პლუს კიდე განვითარება. მეორე კიდე აქ არ არის საჭირო თქვენ კაც ანუ თქვენ ხართ ადამიანი წყარო სიყვარულია და არა ჭიდაობა და არა ის რომ დაუმტკიცო რომ მე ვარ მაგარი. აი ეს ჭიდაობა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამოცანა რაში გახდე იმისი, რა ქვია, იმპერატრიცა რას ნიშნავს? მიმღები ენერგია, ხო? მიმღები იმპერატრიცა არ ითხოვს, აი იმპერატრიცა უკვე ისედაც იღებს, იცის რომ მე მეკუთვნის და მასთან მოდიან და აძლევენ, მიხვდით? ის არ დადის და არავის არაფერს არ ეხვეწება. აი ეს არის აქ და შენი საქმე არის სიყვარული. ნუ ეს ახლა არ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თემაა ეს, მიყვარს მე ეს თემა და ხო და აი ეს სიტუაცია არის თქვენი, კი? და შენ ახლა გაქვს აი, ნახე, მილიონის შიში, იმიტომ რომ პროგრამები გაქვს. ისეთი ძალიან ბევრი საგვარეულო პროგრამა ზის შენში და აი ეს უნდა დაამუშავო და რას გითხარით? მამა. მამის მეუღებლობა გაქვთ თქვენ აქ ვიღაცას.
და ამიტომ თქვენ სულ კაცებს ებრძვით, სულ ეჭიდავებით, აი, ნუ რაღაცა ეგეთი და აი ეს არის მთავარი, რომ გახდე იმპერატრიცა და არა ეს მოჭიდავე ქალი რა, რომელიც ხა ანუ მტკიცებს რაღაცას კაცს და რაღაც ძალიან თემა და ნუ ნახოთ ახლა შედეგი. აქ იქნება ძალიან დიდი ცვლილება ამ ურთიერთობაში და აქ სხვათა შორის თან მე ეს კითხვა მაქვს, რომ საბოლოოდ ეს კავშირი ზრდისკენ მიდის თუ წარსულის გამეორება. რა თქმა უნდა, ზრდისთვის. აქ ეს თქვენი სიტუაცია უნდა დასრულდეს, რაც იყო, უნდა წავიდეს, ეკო ჩვენ ახლა პრინციპში 10-იანი ხმალებისაც მაგას გვაჩვენებდნენ, ორი ცალი. და ანუ აქ უნდა, ესე იგი, თქვენ ამ გამოცდილებიდან უნდა აიღოთ რაღაცა ამ სიტუაციიდან გამოცდილება უნდა აიღოთ და უკვე ეს პერიოდი როგორც იყო, всё მორჩა, ანუ მხოლოდ გამოცდილება და იმ რა გამოცდილებაც აიღოთ თქვენ, მაგის საფუძველზე უნდა აშენოთ ახალი რაღაცა უკვე, მიხვდით? კი, ნუ ორიანი თასები, სამი დავამთავრებ ყველა ვარიანტში. აქ უნდა შეიცვალოს სიტუაცია ყველანაირად. ის ძველი პერიოდი უნდა წავიდეს და აქ უნდა გადადეხართ თქვენ ახალი ენერგია. აჰა, კიდე იმპერატრიცა. გამიგეთ რა ხდება? აი რაც მოგიყევ, აქ უნდა ახალი ძალებს რომ თქვენგან გამოვიდეს იმპერატრიცა. გამიგეთ რა ხდება და რა თქმა უნდა, მე უკვე ეს ადამიანიც გამოჩნდება კიდევაც და კომუნიკაციას გაგრძელდება, როცა წავალთ. აი ეს პერიოდი, ნუ ძალიან მაგარი პერიოდი კი ახლა ახმაჩვენებენ რა იყო. არა, აქ ერთმანეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ხართ, ხო? ამიტომ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი თქვენ გეხმარებათ, რაში გეხმარებათ? მე თქვენ უკვე მოგიყევეთ, რას ნიშნავს იმპერატრიცა გახდა და რას ნიშნავს, რომ საგვარეულოს უნდა რომ შენ იყო აი ეს ქალი, რაც უნდა გახდე, ეს ადამიანი გეხმარება, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს სიტუაციაში. ნუ რა თქმა უნდა, ღრმად გეტყოდეთ, რომ ცოდნოთ თქვენი მატრიცა, მაშინ გეტყოდე უკვე უეჭველი კიდე სხვანაირად. ახლა, ნუ ეს არის საჯარო გაშლა. всё, გაკოცეთ ბევრი. გელოდებით კომენტარებში, გამოიწერეთ არხი. აუცილებლად, მithumetes თუ მოგეწონათ და პირველად უყურებთ, ლაიკი არის ჩვენი მიმოცვლა ენერგიის ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ გაშლა თქვენ აქ ფულს არ იხდით, მაგრამ აუცილებლად რომ თუ მithumetes გინდათ რომ ეს სიტუაცია დასრულდეს და წახალთ რა არის ეს, ეგეიცით რომ ხარისხი ყოველთვის ენერგიის მიმოცვლა არის იმით თქვენი ლაიკი, კომენტარი, ჩემი აქ ინფორმაციის მოწოდება. всё, გაკოცეთ.